გვარების წარმოშობა უძველესი დროიდან იღებს სათავეს და საქართველოც, როგორც იმ ძველ ცივილიზაციათა შემოქმედი ხალხის ქვეყანა, ღრმა ფესვების მქონე გვარებით იწონებს თავს. ჩვენი გვარებიც, როგორც ბევრი სხვა ხალხებისა, ძირითადად ადამიანთა სახელების, მეტსახელების, სადაურობის პროფესიის და სოციალური მდგომარეობის მიხედვით წარმოიშნენ. პირველი ნაშრომი ქართული გვარების წარმომავლობის შესახებ გამოჩენილ ქართველ მეცნიერსა და მწერალს ვახუშტი ბატონიშვილს ეკუთვნის. გადაცემაში ვისი გვარის ახალ ვეცდებით გავარკვიოთ თქვენი შენი გვარის ისტორია. მოგესალმებით. ხარაგაულის ერთ-ერთ ულამაზეს სოფელში ვახანში ვიმყოფებით. უნდა წარმოგიდგინოთ ხონღაძეების გვარი. ეს ხონღაძეების წყარო არის. ეხლა მე მას წყალს დავაგემებ და წავალ ჩავწერ ხონღაძეებს. სოფელი ვახანი, გვარი ხონღაძეები. მოგესალმებით, ბატონებო. მოგესალმებით. ხონღაძეებს ბრძანდებით. საიდან მოხვდით ვახანში ხონღაძეები? საერთოდ წარმომავლობა არის ზესტაფონიდან ვახანის გვარის. ზემო იმერეთში გავრცელებული გვარია. ზესტაფონი, საჩხერე, ხარაგაული. ნაწილი ხაშურშიც არის, ისიც აქედან გადასულები. ჩვენი გვარის ამ გზით არიან მოსულები. ესე იგი, ზესტაფონიდან, შროშიდან გადასულები არიან ჯერ გეცამანიაში, პატარა სოფელია ხუნების საგრებულოსთან, მერე გადასულები არიან ხაშურში, მტკვარ-გაღმა, სატივე სოფელი. ესე იგი, იქიდან 15 ძმა დანაწილდა. ნაწილი ხაშურში დარჩა, ტეზერში, ქვიშხეთში, თვითონ სატივეში. ესე იგი, ორი ძმა არის წამოსული ვახანში. მანამდე ვახანში ნუნიში არიან გადმოსულები, გოღათუმანი ასეთი უბანი დააარსეს, არტ ხონღაძეები ცხოვრობდნენ და მერე ორ ეტაპად არიან გადმოსახლებულები ვახანში. დღესდღეობითაც ვახანში ყველაზე მრავალრიცხოვანი გვარი ხონღაძეა. ეს მოხდა მე-18 საუკუნის ბოლოს, 1784 წელს აიღეს ვახანის ციხე, დაანგრიეს, მოსახლეობა გაწყდა, ან ტყვეც აიყვანეს. და ნელა-ნელა გვარი ხონღაძე დაახლოებით რომელი საუკუნიდან მოდის? მე თვითონ გვარს უფრო ადრინდელი ისტორია აქვს, მაგრამ აქ არის ამ პერიოდში მოსული, როცა ვახანის ციხე დაესა, ეს 1784 წელი და მე-18 საუკუნის ბოლოდან არის როგორც სხვა გვარები, ასევე ხონღაძეს არის მერე შემოსული. ერთადერთი გვარი, რომელიც ვახანში მანამდეც იყო, სანამ ვახანის ციხე დაეცემოდა, იმის შემდეგაც არის, ეს არის ლაცალიცი. თუმცა მცირერიცხოვანი არის შემორჩენილი. მე-19 საუკუნის დასაწყისში, პირველივე წლებში არის ჩვენი გვარი მოსული ორ ნაწილად, გოღათუმნი და ნუნისიდან, რომელიც მანამდე ხაშურიდან გადმოვიდა და ხაშურში შროშიდან. გვარის წარმომავლობა გოღათუმნიდან მოდის თუ რაიმე სიტყვა ღს რაც უკავშირდება? ფიზიკურ სიძლიერესთან, ღონესთან ასოცირდება ერთ-ერთი ვერსიით ჩვენი გვარის დასახელება. ღონაძე, ხონღაძე, ერთ-ერთი ვერსიით ასეთი. ღონაძეებიც არსებობენ? არა, თვითონ სახელმა განიცადა მე ცვლილება დასახელება. ანუ ღონაძეები წამოვიდნენ და გახდით ხონღაძეები. ხო, ასეთი ვერსია არსებობს. სოფელ ვახანში. თქვენს გარდა სად არიან ვახანის გარდა კიდე ხონღაძეები? დღესაც ცხოვრობენ მოლითში, ნებოძირში, ისევე ნუნიში, ზვარეში, სოფელ ციფაში, ხაშურში არიან, თითო ხაშურში და რამდენიმე სოფელში, იგივე ქვიშხეთში, სატივე, ბულბულის ციხეშიც არიან. და იქითაც შროშა, საჩხერისკენ არიან კიდე ხონღაძეები. დაახლოებით რამდენი ადამიანი იქნება სულ ხონღაძეების გვარში? ბევრი არ ვართ, მაგრამ სადღაც 1600-1700. არ არის პატარა რაოდენობა. ხო, არც ბევრი არა. საქართველოს პირობაზე 1000-1700 კაცი თითო გვარში არ არის. მეც მაგვამრავლეთ ჩვენს და ყველა ქართული გვარი. გავიგეთ რომ ხონღაძეები წარმოშობით
დაახლოებით ამ ტერიტორიიდან არიან და აქვე არიან გაფანტული. აი ზემოიმერეთი ხაშური, რამდენიმე 4 რაიონში დღევანდელი მაშინ. ისე სხვადასხვა იმაში მე არიან კიდე ბურჯომისკენაც არიან, თბილისშიც ბევრი ცხოვრობს. ესეც აქედან ამ რაიონებიდან წასული. თქვენი გვარის სახელობის წყარო გაქვთ. კი, გვაქვს ჩვენი გვარის წყარო. ეს წყარო არსებობდა მანამდე საუკუნეების განმავლობაში და ბოლოს 1972 წელს განახლდა გივი თაბუკაშვილის თაოსნობით. დღესაც არსებობს. უგემრიელესი წყაროა და მადლობა თაბუკაშვილებს. ხონღაძეებს ძალიან მაგარი ცხენები ყავთ და სპორტულ ღონისძიებებს აწყობთ. 1991 წლიდან ტარდება ქართული ჭიდაობის ტურნირი. დასავლეთ საქართველოში იშვიათობა არის. ძირითადად ქართული ჭიდაობის მიმდევრები არიან ქართლში და კახეთში, მაგრამ რა ვიცი, მაშინ ეროვნული მთავრობა იყო, ახალგაზრდობა ვითავეთ, უშუალოდ მე ვიყავი ამის ხელმძღვანელი და დღემდე არც ერთი წელიწადი არ ჩამოვიდია, ყოველ წელიწადს ვატარებთ. პარალელურად დოხს ვატარებთ. ადგილობრივი კარგი ცხენები ყავს. რესპუბლიკის მნიშვნელობით ყველა დონის დოღებს იგებს ჩვენი სოფლის ცხენი ან საფრთხე ადგილზე გადის და საამაყოა. ყველაფერი გვიყვარს ქართული. ქართული სიმღერაც, ჭიდაობაც, ქართული სუფრაც გვიყვარს და გეპატიჟებით ქართული სუფრაც. გაიხარეთ. ხონღაძეების თამადობას გაჩვენებთ. ხონღაძეების გვარი გავადგინეთ, რომ სიტყვა ხონიერებიდან მოდის. ძალიან დიდი მადლობა მათ თავიანთი საგვარეულო ისტორიის გაზიარებისათვის. ძალიან კარგი და გემრიელი წყარო აქვთ. როდესაც სოფელ ვახანში მოხვდებით, აუცილებლად დააგემოვნეთ ის. სოფელ ვახანში დოღი წელიწადში ორჯერ ტარდება. 26 მაისს, რომელიც პირველად 2017 წელს დაარსდა ლაშა ღონღაძის ხელმძღვანელობით. ასევე 1989 წლიდან აგვისტოს ბოლოს ტარდება როლანდ არევაძის სახელობის დოღი და უკვე 1991 წლიდან ვეფხვია ღონღაძის ხელმძღვანელობით ტარდება ტურნირი ქართულ ჭიდაობაში, რომელიც მერაბ არევაძის სახელს ატარებს. ლომის მთაზე ტაძარში პირველად ჯვარი ლაშა ღონღაძემ დაიწერა, რაც შესაძლოა ხარაგაულში ტრადიციის სათავედ იქცეს.